გიორგი, თქვენგან დავიწყოთ, რა ვიცი, ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და ვინაიდან ამ წელს ჩვენი ბოლო გადაცემა არის, გვინდა რომ ჯერ პირველ რიგში შევაფასოთ, ესე ვთქვათ, ის პროცესები, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება. დილამშვიდობის და გაიღვიძე საქართველოს, რადგან გაღვიძების დრო არის იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეთ სრულფასოვან დიქტატურაში. წელს პრაქტიკულად პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში გადაწყვეტილება ლეგიტიმური წინაზე და ახლა უკვე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომ ჩამოაყალიბოს დიქტატურა. რუსულმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ გახდეს ამ ქვეყნის დიქტატორი და ამაზე ძალიან პირდაპირ უკვე საერთაშორისო თანამეგობრობა საუბრობს. სწორედ ამიტომ ეს არნახული მოვლენა არის ჩვენს ისტორიაში, ამიტომ ჩვენი პასუხი ამაზე უნდა იყოს გაღვიძება მთელი საზოგადოების და 2025 წელი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, გარდამტეხი წელი იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ 1921 წლის მდგომარეობაში. ეს საფრთხე ემუქრება ყველას, ყველა მოქალაქეს, რადგანაც დიქტატურის საფრთხე მიგვიყვანს იქამდე, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ დიქტატურის ჩამოყალიბების შემდეგ გახდეს ამ ქვეყნის ერთპიროვნული მფლობელი და არა მართველი. ყველაფერს ფლობდეს საერთოდ ამ ქვეყანაში და აკონტროლებდეს, რაც არნახული საფრთხე არის, რადგანაც ამ პროცესში შესვლა, გამოსვლის პროცესი შეიძლება არნახულად რთული იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ მას და ამაზე ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ღიად საუბრობენ, სურს ჩინური ტიპის ციფრული დიქტატურის დამყარება საქართველოში. კონტროლი ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის კამერებით, შეზღუდვა შეკრების და მანიფესტაციის უფლების, მათ შორის სავარაუდოდ რუსეთის სცენარით, სადაც ნებართვის შემოღებას დააპირებს ივანიშვილი და ზოგადად ის, რომ ოკუპირებული აქვს რუსეთს ივანიშვილის მეშვეობით აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება საკმარისია უკვე იმისთვის, რომ ჩვენ გავიღვიძოთ და ჩვენი გაღვიძება იყოს ისეთი, რომ არ შეჩერდეს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, რადგანაც ივანიშვილის მთელი გასვლა იმაზე არის, რომ თუ ამას შეაჩერებს, მაშინ შეძლებს, რომ გატყდეს საერთოდ ეს წინააღმდეგობა და ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად. მე კიდევ ერთხელ გავიმარჯვებ ჩემ დიდ მადლობას იმისთვის, რომ აი ეს მასში შედგა, იმიტომ რომ იცი რა არის, მართლა რაღაცა აი კალგასულინად დარჩებოდა საქართველოს ტოლერანტობის რაღაცა ეს ხშირი გამეორება და თბილისის არქიტექტურაზე ხაზგასმა, რომ ყველაფერი გვერდი-გვერდი არის. თუ ეს არ ვნახეთ მოქმედებაში, აი როცა რეალურად მიდის ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყველანი ვართ ერთად და ნამდვილად სამაყო, რომ საქართველოს დღეს არის ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა მთელ რეგიონში, კავკასიაში, ამ მხრივ, იმიტომ რომ აქ არის ყველაზე კარგად ჩართული. ქართული შეიძლება ხელისუფლება პრობლემური ყავს ძალიან, ხო? მაგრამ ქართული საზოგადოება ამ მხრივ ზრდას და ცვლილებას არ ჩერდება რა, განაგრძობს და განაგრძობს. მოდი ამ მიმართულებითაც რო ვილაპარაკოთ, გიორგი, მათ შორის ამ პროგრესზე, ხო, რომელიც არ მიმდინარეობს ხელისუფლების ხელშეწყობით, მაგრამ მიმდინარეობს საზოგადოებრივი მექანიზმით, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მექანიზმით. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ საქართველოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილი, ტოლერანტული, ერთიანობა ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებაში ისეთი არის, რომელიც ევროკავშირს ახასიათებს სწორედ, რადგანაც საქართველოს როდესაც გახდება პირველი ქვეყანა კავკასიის რეგიონში ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და შემოიყვანს ამ სინათლეს, რასაც ევროკავშირი ქვია ამ რეგიონში, ჩვენი ტოლერანტობით, მრავალფეროვნებით იდეალურად ჯდებით როგორც ჩვენს ლოზუნგში ჩვენი ქვეყნის ხო ძალა ერთობაშია ასევე ევროკავშირის ლოზუნგში ერთიანობა მრავალფეროვნებაში და ამ ერთიანობის მარშით სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფი შევიკრიბეთ ვადასტურებთ იმას რომ თუ 33 წლის წინ საბჭოთა კავშირი დაიშალა ეხლა იშლება ის კგბ სისტემა სადაც ეთნიკური უმცირესობები ქვეყნის წინააღმდეგ არის გამოყენებული ხოლმე და მათ შორის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ პირიქით საქართველოში ყველა ეთნიკური ჯგუფი დაწყებული უმრავლესობით და ყველა უმცირესობის ჯგუფი ერთიანია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ისე როგორც კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო და ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ის ფალსიფიცირებული შედეგები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, არ ნახული კომუნისტური ციფრები, მე ვიტყოდი, ეს რა თქმა უნდა არის შედეგი იმისა, რა ტიპის მმართველობა ჩამოაყალიბა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ამ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ეს არის კგბ სტილის მმართველობა, ცენტრალიზებული პარტიული ტიპის კოორდინირებული მმართველობა, სადაც პრაქტიკულად გეტოს აწყობენ ეთნიკური უმცირესობების. ყველაფერი და ყველა ადამიანი სრული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს აი ამ ივანიშვილის სისტემის და ეს რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვხედავდით, ეს დაიწყო ცოტა ადრე
და ჩვენ ახლა ვხედავთ რომ აი ამ გეტოს მოწყობა ეხლა ივანიშვილს უნდა მთელ საქართველოში, მთელ ქართულ საზოგადოებაზე და რა თქმა უნდა შეშფოთებული ვართ ამით, რადგანაც ნებისმიერ დიქტატურაში პირველი საფრთხე ემუქრება ხოლმე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს. დიქტატურები იყენებენ პოპულიზმს, იყენებენ ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ტოტალიტარულ სისტემებს იმისთვის, რომ დაჩაგრონ ყველა და რა თქმა უნდა ეს ასევე მოდის უმრავლესობამდე. ამიტომ ჩვენ ვართ ერთიანი ამ პროცესში. ტყუილი არის პროპაგანდა, რომელიც ავრცელებს, რომ ამ რეგიონებში მხარდაჭერა აქვს პრორუსულ განწყობებს. ეს განწყობები მნიშვნელოვნად იცვლება, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შანსი ახლა შევიდეს ძალიან მალე ევროკავშირში და პრაქტიკულად აქციოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ფართო რეგიონი აქციოს მშვიდობის და განვითარების სივრცეთ. მადლობა ძალიან დიდი. ხებს რა აქვთ ესე თქვა 31-ისთვის მომზადებული ტრადიციული კერძები და რას მოიტანთ რუსთაველს? ტოლმა იქნება. გაზიარებული კერძია შეიძლება ითქვას და არა მხოლოდ რა თქმა უნდა ვეპატიჟებით ყველა ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის ეთნიკურ სომხებსაც მომზადით ყველანი ერთად აღნიშნოთ ახალი წელი რუსთაველის გამზირზე პროტესტით და მოიტანთ სხვადასხვა ტიპის ნაირსახეობის კერძები და ასე შემდეგ და ერთად შეხვდეთ იქ, რადგანაც ეს წელი არის გადამწყვეტი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერთიანობისთვის და ჩვენი მრავალფეროვნებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამარჯვების წელი გახდება და ეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ქვეყანაში, ისეთი ტრანზიცია მოხდება, რომ შევძლებთ ქვეყანაც რომ შესაფერისი გახდეს, რადგანაც თავრობაც უნდა იყოს სწორედ ასეთი და არა ასეთი რუსული, როგორც სამწუხაროდ რჩება 24 წელს. მალე გადმოვლენ ჩვენ მხარეს. ნამდვილად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან პირდაპირ ეთერში.